გამარჯობა ბავშვებო. კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ცოდნის მხიარულ სამყაროში. ბეგო და ბეგი, როგორ ხართ? კარგად, ბეგი მასწავლებელო, მე და ბეგი მშობლებთან ერთად ლაშქრობაში ვიყავით წასულები და არაჩვეულებრივ დრო გავატარეთ რა. შესანიშნავია? დიახ, ისეთი ლამაზი ადგილები მოვინახულეთ მეგიმას, ისეთი ლამაზი. აუ, მართლაც რა მშვენიერია ჩვენი საქართველო არა ბეგო? აუ, კი, ნამდვილად, ძალიან ლამაზია. ერთი ადგილი მეგიმასწავლებელო, განსაკუთრებით მოგვეწონა და ჩვენი კარავიც იქვე გავშალეთ. აუ, ბეგო, რა სილამაზე იყო არა? აუ, კი და ბეგი, როგორ გაგვიმართლა? გაგიმართლათ? დიახ, მეგიმასწავლებელო, გაგვიმართლა, იმიტომ რომ იქვე ახლოს ვიღაცას ხეებს შორის ჰამაკი ქონია გაჭიმული. წარმოიდგინეთ, სხვებსაც რომ დაისვენათ და მიეღოთ სიამოვნება. რა კარგია? ბეგო, ისე რამდენი კარგი ადამიანი არსებობს არა? ნამდვილად, ბეგი, ნამდვილად. ბეგი, გახსოვს რა კარგი იყო? ჰამაკზე წევხარ, ის ირწევა, შენ გრილდები და ძალიან სიამოვნებს რა. ამას რა დამავიწყებს ბეგო, ძალიან კარგი იყო. ნამდვილად. ბეგო და ბეგი, როგორც ხედავ, შესანიშნავი დასვენება გამოგსვლიათ. აუ, მეგიმასწავლებელო, ყველაფერი იყო არაჩვეულებრივი. აუ, მაგრამ ბეგო? ბეგი, რა შენ მოუყევი რა მეგიმასწავლებელს? კარგი ბეგო, ამის გახსენება საერთოდ არ მინდოდა, მაგრამ კარგი მოვყვები. რა მოხდა ბეგი? რა მოხდა მეგიმასწავლებელო და იმ ადგილას ცოტა მოშორებით სხვებსაც ჰქონდათ კარავი გაშლილი. მერე რომ გავიღვიძეთ მეორე დღეს, ისინი უკვე წასულები იყვნენ და წარმოგიდგენიათ მეგიმას, რაც კი ნაგავი ჰქონდათ დარჩენილი, ყველაფერი იქვე დაუტოვებიათ. გავგიჟდი მეგიმასწავლებელო, ესენი ვიყოფილა. მართლაც. სამწუხაროდ ასეთებიც არსებობენ. მეგიმასწავლებელო, მე და ბეგი მთელი ეს ნაგავი ავიღეთ და გადავყარეთ. დიახ, სულ დავასუფთავეთ იქაურობა მეგიმას. ყოჩახ ბეგო და ბეგი, მე ვამაყობ თქვენით. მეგიმასწავლებელო, აბა, სხვანაირად როგორ უნდა იყოს? ჩვენს ბუნებას ხომ მოულა და გაფრთხილება სჭირდება. ნამდვილად ასეა. ასეა ბეგო, ასე, მართალი ხარ. აუ, მეგიმასწავლებელო. დიახ. ლექსი დავწერე. ბეგო, მიდი აბა წაგვიკითხე. სიამოვნებით მოგისმენთ. მეც ახლავე, ესე იგი ხო. ასე როგორ შეიძლება? ყველაფერს აქვს საზღვარი. ძალიან გთხოვთ, გადაყაროთ. არ დატოვოთ ნაგავი. ძალიან კარგი ლექსია ბეგო, ყოჩახ ბეგო, ცოტა გული მოვიფხანე, მადლობა. მეც მოვიფხანე ბეგი და იმედი მაქვს, ამ ლექსს ისინიც მოისმენენ, ვისაც ეს ეხება და მეტი ასე აღარ მოიქცევიან. იმედია ბეგო, იმედია. ხაისა, მეგიმასწავლებელო, ჩვენი გადაცემა არ დავიწყოთ? ბეგი, აბა ჩვენ ახლა რას ვაკეთებ? ჩვენი გადაცემის მთავარი პერსონაჟი უკვე ვახსენეთ? ნამდვილად ასეა ბეგო. ერთმა კეთილმა ადამიანმა ხეებს შორის რა გაჭიმა? ჰამაკი, ბეგი, გესმის? რა თქმა უნდა, ჰამაკი. ნახე ბეგო, გამოჩნდა ჰამაკი და დაბლა წარწერაც არის. ჰამაკი, დღეს უნდა ვისწავლოთ ასობგერა ბეგი, ნახე, რაღაცნაირი, ხაეროვანი თანხმოვანია. ასე მგონია, რომ ცოტაც გაფრინდება. ვაიმე, გაფრინდა ბეგი, დაიჭირე. ბეგო. რასასაცილო ხარ ბეგო? ბეგო და ბეგი, მინდა გითხრათ, რომ დღეს ანბანის შესწავლას ვასრულებთ. მაგარია. ია. და ანიმაციის შემდეგ ერთი სიურპრიზი გველოდება. რაო? ბეგი, მომესმა თუ მეგიმასწავლებელმა ნამდვილად თქვა ეს სიტყვა, რა თქვა? სიურპრიზი? ვაიმე, მეგიმასწავლებელო, ნახეთ რა დამემართა, ვიწყებ გაბერვას, ვიწყებ და ახლა გავსკდები, ახლა მითხარით რა სიურპრიზია. კარგი, ბეგო, მეგიმასწავლებელო, ახლავე უთხარით, თორე ხომ იცით რომ ბეგო ნამდვილად ვერ მოითმა. დამშვიდი, რა თქმა უნდა გეტყვი. დღეს ჩვენს გადაცემაში ჩაგვერთვება პროექტის ავტორი ვახტანგ ჯინჯიხაძე. ბეგი, ეს ხო ის ადამიანია, რომელმაც ჩვენი პერსონაჟები მოიფიქრა. ბეგო, მარტო პერსონაჟები?
სიმღერები და სცენარები ვისია? ჰა? რა მაგარია. აუ, მე გიმასები რომ შეიძლება ვახუძიას კითხვებიც რომ დავუსვათ. რა საკვირველია შეიძლება ბეგო? მეც მოვიფიქრებ რამეს და აუცილებლად ვკითხავ. იფიქრე ბეგი, იფიქრე, სანამ მოსულა ვახუძია. კითხე ბეგი, კითხე. აი მანამდე კი მოდი ჩავხედოთ პლანშეტს და ვნახოთ როგორ იწერება ასობგერა ჰ. ბეგი ჩავხედე აბა, პლანშეტს ჩავხედე. დააკვირდით? ნახოთ. აი ასე. რა ლამაზი თახმოვანია. ლამაზი ასობგერა ყოფილა. ნამდვილად. კიდევ ერთხელ გაჩვენებთ ყურადღება. გონახეთ. აი ასე. შვენიერია. ახლა კი ვნახოთ ანიმაცია ჰამაკზე. როგორ მაინტერესებს. მეც ძალიან მაინტერესებს. ნახოთ. ნახოთ. როგორც ხელა ნიავიც არ უბერავს წვიმასაც არ ველოდებით მიგვატოვა ღრუბელმა დავისვენო ახლა ჩვილში იქნებოდა მაგარი აი უსებ დავინახეთ ხიარული ჰამაკი ჰამაკი Hamaki, 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 Hamaki. სიმღერაც და ანიმაციაც ძალიან მომეწონა. ძალიან კარგი. მეც ძალიან მაყოფილი ვარ რა. ბეგი მოდი ვიმღეროთ. ვიმღეროთ, აბა დაიწყე შენ. აი წოდე. ჰამაკი, ჰამაკი. 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 ოჩა ბეგო და ბეგი, ოჩა. ბეგი მასწავლებელო, ერთი რაღაც ვერ გავიგე ახლა. რა ვერ გავიგე და ნახეთ, ესე ანიმაცია უკვე ნახეთ. მე და ბეგი წავიმღერეთ და შეპირებული სიურპრიზი, ანუ ვახუძია რაღაც არ ჩანს. რა ხდება ვერ გავიგე რა. ისე ვახუძიას ვერც მე ვხედავ მე. ვერც მე. მართალია ბეგო და ბეგი. ცოტა საგვიანებს, მაგრამ არა უშავს. მოდით სანამ ვახტანგი შემოგვიერთდება, მოვიფიქროთ სიტყვები, რომლებიც იწყება ასობგერა ჰზე. აბა რა სიტყვით? მოვიფიქროთ. ბეგი ერთ წუთით მე ერთ რაღაცას ვიტყვი, ესე იგი თქვენ კიდე თქვათ რომ სანამ მოვა ძია ვაყო, ჩვენ სიტყვები უნდა ვნახოთ? ზუსტად ამის თქმა მინდა ბეგო. ნახოთ აბა? აბა ვნახოთ. დავიწყო თუ დაიწყებ ბეგო? აუ მე დავიწყებ რა ბეგი რა, მე დავიწყებ. ახლავე პირველი სიტყვა ჰიპოპოტამი. ბეგი, ჩვენ მეხემოტებს ხომ ამ სახელითაც გვიცნობენ ხო ჰიპოპოტამით? კი, ამ სახელითაც გვიცნობენ, მაგრამ ბეგო, ისე მე ბეჰემოტი უფრო მომწონს. ეც ბეგი, აბა სანამ ამ სიტყვას იტყვი ჰიპოპოტამი. ავტობუსის გაგასწრებს, მე იარე ფეხი რა. ოჩახ ბეგო. და მეორე სიტყვა ერთი წუთით, აუ, ბეგი მასწავლებელო, ხო არ დაგხალეთ ჩემი ლექსები? რას ამბობ ბეგო? სიამოვნებით მოგისმენთ. მაშინ კიდევ ერთი გელოდებათ. ძალიან კარგი. ახლავე მიყვარს და არც მალავ, უნდა ვჭამო ხალვა. ბევრი ხალვა, ბევრი ხალვა. ბევრი კბილის ექიმი. ვაიმე, არ მინდა, არა, მეგი მასწავლებელო, არა, ბევრი არა, ცოტა ხალვა. ვაიმე. რა საყვარლები ხართ ბეგო და ბეგი? მეგი მას, ახლა ჩემი ჯერია, დავიწყო. რა თქმა უნდა. აბა? მე მოვიფიქრე სიტყვა ჰაერი. რომლის გარეშეც ჩვენი სიცოცხლე წარმოუდგენელია. შვენიერია. წარმოუდგენელია ხო ბეგი, ხო? დიახ. მაშინ ჰაერს ჩავისუტკა.
აი ეს ეხა გააგრძელე ბეგი გააგრძელე. და კიდევ მოვიფიქრე მეორე სიტყვა. რა სიტყვა? ჰორიზონტი. ძალიან კარგი სიტყვა. ძალიან კარგი სიტყვა მეც მომეწონა ჰორიზონტი, მაგრამ აი რას ნიშნავს არ ვიცი რა. აუ იქნება მიხსნა ბეგი. ახლავე აგიხსნი ბეგო. მიდი აბა. ესე იგი, აი შეხედე სურათზეც არის. ჰორიზონტი არის ცის საზღვარი ხმელეთის ან წყლის ზედაპირთან. ოჩახ ბეგი. მივხვდი. ეს რა კარგად ახსენი ამ სიტყვის მნიშვნელობა. ბეგი მივხვდი ერთი წუთით. მოდით რას ვიზამ, მე ამას ჩემებურად დავიმახსოვრებ რა. ესე იგი, საინტერესოა. ბეგი როგორ თქვა ხო, ცის და ხმელეთს შორის ზოლი რა ყოფილა? ჰორიზონტი. ოჩახ ბეგო. კარგია ბეგო. აი, ვახტანგიც გამოჩნდა. მოგესალმებით. ვახოძია, გამარჯობა ვახოძია. მოგესალმებით ჩემო ძვირფასებო, ძალიან მიხარია თქვენი ნახვა. ვახოძია, აი დიდი მადლობა თქვენ ამ სიმღერებისთვის, ანიმაციებისთვის, გადაცემებისთვის, საერთოდ ამ პროექტისთვის. დიახ, ვახოძია, აი დიდი უსტარმაზარი მადლობა. ძალიან სასიამოვნოა ამ სიტყვების მოსმენა, მაგრამ მოდი პირდაპირ გეტყვი. რომ არ ყოფილიყო მაგალითად მხატვარი ზალიკო სულაკაური, რომელმაც თქვენი პერსონაჟები დახატა და ანიმაციების შექმნაში მიიღო მონაწილეობა. ზალიკო სულაკაური ბეგი გესმის? ხო, ბავშვების საყვარელი მხატვარია. ნამდვილად ბეგო და ბეგი. ახლა რაც შეეხება ჩემს სიმღერებს, ისინი მუსიკალურად გააფორმა გია მაჭარაშვილმა. გია მაჭარაშვილი. კარგი მუსიკოსია ბეგო, ძალიან მიყვარს. ნამდვილად გეთანხმებით. ახლა თქვენზე უნდა ვისაუბრო. ჩვენზე? ჩვენზე რატო? ვახოძია, ვაიმე, ხომ არაფერი დავაშავე. ვაი, რა დავაშავეთ ვახოძია? ბეგი მასწავლებელო, რა საყვარლები არიან რა? ძალიან. ბეგო და ბეგი, არაფერი დაგიშავებიათ ჩემო ძვირფასებო პირიქით. მე ისე თქვა მინდა ნახეთ, აი გადაცემაში რომ არ ყოფილიყო მაგალითად არაჩვეულებრივი მეგი მასწავლებელი. უსაყვარლესი ბეგი და ბუზღუნა ბეგო, რომელიც თან უცებ რაღაც ლექსებსაც კი იგონებს. აბა მიპასუხეთ ამ გადაცემისგან რა დარჩებოდა? რა დარჩებოდა ბეგო? რა დარჩებოდა ბეგი? დაიცოდე, თავიანგარიშოთ ახლა, ესე იგი, აი, ჩვენს გადაცემას მინუს მეგი მასწავლებელი, მინუს ბეგი და მინუს მე ბეგო. რა დარჩებოდა და 3 ცარიელის კამი. ბეგო რა საყვარელი ხარა? ხო, აი ზუსტად ასე არის. გამოდის რომ ეს პროექტი ჩვენ ყველამ ერთად გავაკეთეთ. ახლა მიხვდით? დიახ, მეგი მასწავლებელო, რა მაგარია ბეგი, ნახე, რა სასიამოვნოა ამ ყველაფრის მოსმენა რა. ძალიან სასიამოვნოა. ერთი წუთით და ონლაინ თამაშები? ხო. ონლაინ თამაშები ხო? ბეგი, ეს თამაშები ხო 9 წლის ირაკლიმ გააკეთა. აბარა. აუ, ვახოძია, ეს 9 წლის ირაკლი თუ ასე თამაშებს აკეთებს, 29-ის რო იქნება რას იზამს? ჩვენც ამის იმედი გვაქვს. ბეგო და ბეგი. აბა, რაიმე კითხვები ხომ არ გაქვთ ვახტანგთან? მე მაქვს. მეც. აუ, დაიცა რა ბეგი რა, ჩემ შევეკითხე. კარგი, ჯერ შენ კითხე და შემდეგ მე ვიქნები. კი, ჩემ არამდე კარგად მოიფიქრე და მოწე შევეკითხა. ხო. ვახოძია, რა უნდა მეთქვა იცი თქვენთვის? ბეგო გისმენ დიდი ყურადღებით, აბა მკითხე რა გაინტერესებს? იცით რა მაინტერესებდა? ერთის მხრივ ძალიან გახარებული ვარ დღეს. ჩვენ ხომ ამბანის ბოლო ასომგერა ვისწავლეთ. აი, იცით როგორი ჩემთვის აი ძალიან დიდი სიხარულია, იმიტომ რომ დღეს შევეძლება დამოუკიდებლად წავიკითხო წიგნი. ხო, ბეგო, დღეს უკვე შეგვიძლია წიგნი დამოუკიდებლად წაიკითხო, აუ რა მაგარია. მაგრამ მეორეს მხრივ, იცით რაზე ვფიქრობ? ეს ყველაფერი ხო დამთავრდა. ბეგი გესმის? აი, ჩვენი, ვაიმე, აი, ესე იგი, ბეგი მასწავლებელი, ბავშვებთან, აი, ჩემი ურთიერთობა, აი, ვაიმე, ანიმაციების, სიმღერები, ლექსებს რომ მოვიფიქრე, ეს ყველაფერი დაასრულდა. გესმის ბეგი, ვაიმე. მესმის, ბეგო. აი, ბიჭი ვარ ყოფილიყავ, ვიტირებდი ხო. ბეგო, რას ამბობ, კარგი რა. ყველაფერი მხოლოდ ახლა იწყება.
ბეგი, გაიგონე რა თქვა ვახუძია, ყველაფერი ახლა იწყებაო. მაიცა, ეს როგორ? როგორ და ახლავე აგიხსნით. ამბანზე გაკეთებული გადაცემები ეს ჩვენი დიდი პროექტის მხოლოდ დასაწყისი არის. ჩვენ წინ ძალიან ბევრი საინტერესო შემეცნებითი მოგზაურობა გველოდება. ვახოძია, გამოდის რომ ცოდნის მხიარულ სამყაროს გაგრძელება ექნება? აუცილებლად ბეგი გაგრძელება იქნება, მხოლოდ ისევ და ისევ ჩვენ ეს ყველაფერი გართობით და თამაშით უნდა გავაკეთოთ, რომ ჩვენი ბავშვები ვამხიარულობთან მივაწოდოთ მათთვის ძალიან მნიშვნელოვანი ინფორმაცია. რა მაგარია! ვახოძია, ახლა ჩემი ჯერია, მე უნდა გკითხოთ. ბეგი გისმენ აბა რა გაინტერესებს? იცით რა მაინტერესებს? ჩვენი გადაცემა ანბანით რატომ დავიწყეთ? ბეგი ძალიან კარგი კითხვა არის და მადლობა შენ ამისთვის. პირველ რიგში გეტყვით იმას, რომ სოფლიოში მრავალი ერი არსებობს, თან უმეტესობა მათგანი ჩვენზე გაცილებით უფრო მრავალრიცხოვანი არის. მაშინ როცა დამწერლობა არის სულ რაღაც 14 და აქედან ერთ-ერთი არის ქართული. ბეგი, აურა მაგარია, გაიგონე რა თქვა? გავიგონე, ბეგო, გავიგონე და მართლაც რა მაგარია. ქართული ანბანი არის ჩვენი ერის უდიდესი საგანძური. თან უკან მიხედეთ, ნახეთ თქვენს უკან რა სილამაზეა. ანბანის ყოველი ასობგერა ხო რაღაც განსაკუთრებული და გამორჩეულია. მართლაც რა. ნამდვილად ასეა. ჩვენი ერის სიამაყე. მართლა ძალიან ლამაზია ეს ყველაფერი, ბეგო. 33 გამორჩეული ასობგერა. დიახ. ამიტომაც ეს პროექტი ანბანით დავიწყეთ და თითოეულ ასობგერას ჩვენ სიმღერა და ანიმაცია მივუძღვენით. ახლა მივხვდი ბეგი? დიახ, ვახოძია, ახლა ყველაფერი გასაგებია. თან ანბანის გარდა ჩვენ ხომ ბავშვებს უამრავი საინტერესო რამ ვასწავლეთ. ნამდვილად, ბეგი, აი მეც იმდენი ახალი რაღაც გავიგე რა. აბა რა. ნამდვილად ბეგო და ბეგი ბავშვებმა თამაშით და გართობით საკმაოდ ბევრი მათთვის საჭირო ცოდნა მიიღეს. ახლა კი უკვე უნდა დაგემშვიდობოთ, აბა კარგად იყავით. ნახვამდის ვახოძია. ვახოძია, კარგად იყავით, კარგად, ბედნიერად. ნახვამდის, დიდი მადლობა ყველაფრისათვის. ბეგო და ბეგი, აბა ახლა რა სიტყვით? რა უნდა ვთქვა, მე გიმასწავლებელო, ვაიმე, ვაი, ჩემს თავში ერთი და იგივე ფიქრი ტრიალებს, აუ, ნეტა 5-ს დავიწყებთ, აი, ახალ გადაცემებს, აი, ერთი სული მაქვს. ბეგო, ხომ გაიგონე ვახოძიამ რაც გითხრა, ეს ყველაფერი ძალიან მალე დაიწყებაო. ნამდვილად ასეა. აუ, რა კარგია. ბეგო და ბეგი, ახლა კი ჩვენი დამშვიდობების დროც დადგა. ბავშვებო, არ მოიწყინოთ ჩვენ ახალი გადაცემებით, ძალიან მალე ისევ დაგიბრუნდებით. ბავშვებო, თქვენ კი არ დაგავიწყდეთ. აუცილებლად შეხვიდეთ საიტზე ცოდნაჩი, სადაც ირაკლის აწყობილი ახალი ონლაინ თამაშები გელოდებათ. კარგად იყავით ბავშვებო. ნახვამდის ბავშვებო. მომავალ შეხვედრამდე. ცოდნის მხიარულ სამყაროში. გვინდა ვიცოდეთ ბევრი, რომ გადავცუროთ სხვა. ჩვენ ვართ ბეგო და ბეგი წინ გველოდება გზა. მაგარია გზა გველოდება. როგორ ამოდის მთვარე და სადეშვება მზე. სადეშვება? როცა იძინებს ღამე, მაშინ იღვიძებს დღე. სიმღერით ჩვენ აგვისწავლით სიმღერით, მერე უნდა გავაფერადოთ. რას გავაფერადოთ? მაგარია. თქვენთვის აქ იმდენი საჩუქარი გვაქვს, ცოდნის მხიარული სამყარო. რისთვის დაცურავს თევზი, ზამთარში რატომ თოვს? რატომ თოვს? ყრუბელი არის ზევით ჩვენგან ძალიან შორს. ვაი, რა მაღლა არის მართლა ეს ყრუბელი.
საშინებს მგელი ვაი ზებრას ოლები აქვს მიწას ეცოცავს გველი და ამოძრავებს თავს თამაშებს ნახავს ვინც ღილაკს და აჭერს ანიმაციებიც გაგვართობს მაგარი ანიმაციებს ნახავთ თქვენთვის აქ იმდენი საჩუქარი გვაქვს ცოდნის მხიარული სამყარო ბეგი იმდენ რაღაცებს ვასწავლით ბავშვებს ძალიან ბევრ რაღაცას რა მაგარია ბეკო როგორ მიხარია